სვეტი ცხოველი ქართველთა ქრისტიანული ყოფიერების საფუძველია. ამ ტაძრის აღმართვით იწყება ახალი ცნობიერება. წმინდა ნინოს ცხოვრებაში წერია: კვლავ მან ღვთისამან აღიღო და ცით ჩამოთვით დაამყარა. ამის სიმბოლო უნდა იყოს ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული გონიოიანი მარჯვენა. ტაძარი იგება სამოთხედ წოდებულ სამეფო ბაღში. როგორც ცნობილია, ტაძრის ცენტრალური სვეტი ვერ აღმართეს. ადამიანური ძალისხმევა ამაო იყო. გამთენიისას, როდესაც წმინდა ნინო და დედები, მათი რიცხვი 12 იყო, დარჩნენ სვეტთან, წმინდა ნინოს ლოცვის ძალით გამოჩნდა ჭაბუკი, ნათლით მოსილი. მან 3 სიტყვა უთხრა წმინდა ნინოს. ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. შემდგომად ამისა იხილეს ნათლის სვეტი, ზეციდან ჩამომავალი, რომელიც ჰაერში შეჩერდა, შემდგომ კი დაბლა დაეშვა. 2 წყრთის დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა და ასე დარჩა. ეს იყო უდიდესი სასწაული. მას მოყვა ბევრი სხვა. ამას გვამცნობს თამარის ეპოქის კათალიკოსის ნიკოლოზ გულაბერძის საკითხავი. ნათლის სვეტი ბრმას თვალს უხელთა, უმძიმე სნეულს ფეხზე აყენებდა, მომაკვტავს კურნავდა. სასწაული გადახდენია თავად ნიკოლოზ გულაბერძესაც. იგი თავის ბიძასთან მიდიოდა თურმე კახეთიდან არმაში და ზეცად აწეულმა ცხოველმა სვეტმა სოფელ წიწამურთან ადიდებული არაგვის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაიყვანა, თავის თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც ღვინით დატვირთულ ცხენს მიუძღოდა. სახელწოდების სვეტი ცხოველი გავრცელება მთლიანი ტაძრის მიმართ ბოლო დროის მოვლენაა. მე-18 საუკუნის ჩათვლით მას უწოდებდნენ მეორე იერუსალიმს, ცათა მობაძავს, ანუ ბაძავს, ხოლო თავად სვეტი ცხოველს, მირომდინარს, კვარცა საუფლოსა ზედა აღმოცენებულს. მირიანის წიგნში ტაძარს ეწოდება წმინდათა წმინდა. ზურაბ კიკნაძის თქმით, მცხეთაში არსებული ეკლესიის წმინდათა წმინდად გამოცხადება განპირობებული იყო მასში სვეტის არსებობით. სვეტი იგი ცხოველი არის პირველი ეროვნული ქრისტიანული სიწმინდეო. კვართი უფლისა საკუთრივ ქრისტიანობის სიმბოლოა. ელიას ხალენი ძველი აღთქმისა, ხოლო ცხოველი სვეტი კი ძველი აღთქმიდან მომდინარე სახეა უფლისა. მეფე მირიანი ამბობს: ვხედავთო თვალს შეუდგამითა ნათლითა ნათლისასა. წმინდა ნინო კი მას განუმარტავს, ამით განხორციელდაო ღვთისჩენა. ბიბლიაში, ძველ აღთქმაში, სვეტი ცხოველი ღვთისჩენას, ანუ თეოფანიას მოასწავებს. ეგვიპტიდან გამოსულ მოსებს და ებრაელებს წინ უძღვით სვეტი ღრუბლისა და ნათლისა. ცეცხლის სვეტის სახით ჩამოდის ზეციდან მიწაზე მცხეთის სვეტი ცხოველიც. ის ღვთის ძალად განიცდება. ხედვი და ყოველი კაცი სვეტსა მას, ვითარცა ძალსა ღვთისასა. როგორც მოსემ, პირი აქცია ცეცხლმოდებული და შეუწყველი მაყვლისაგან, რადგან ეშინოდა შეხედვა, აქაც შემსწრენი ამ მოვლენისა ვერ უსწორებდნენო თვალს ნათლის სვეტს. სვეტი ცხოვლის სახელდების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ პავლე მოციქულის ეპისტოლე. ჯერ არს სახლსაშინა ღვთისა სვლაი, რომელას ეკლესია ღვთისა ცხოველისა სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ტაძარი ანუ ეკლესია არის სახლი უფლისა, სამყოფელი ცხოველი ცოცხალი ღვთისა, სვეტი ჭეშმარიტებისა. ამასვე შეიძლება დაუკავშიროთ უფლის ქართული სახელწოდებაც მაცხოვარი. ქრისტე არა არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცხოველთა, ანუ ცოცხალთა. სვეტი ცხოველი 12 მოციქულის სახელზე აუგიათ. სიმბოლურია სულიერი კავშირი წმინდა ნინოსთან. წმინდა ნინო მსგავსად კონსტანტინესი და ელენესი მოციქულთა სწორად მოიხსენიება. ნიკოლოზ გულაბერძე მას ასე უწოდებს: მე-13 ჭეშმარიტი მოციქულიო. დაახლოებით ამავე დროს იგება აია სოფიას, ანუ სიბზნის ტაძარი კონსტანტინოპოლში 12 მოციქულის სახელზე. მოციქულებრივი იდეით სვეტი ცხოველს უკავშირდება აგრეთვე ღვთისმშობელიც. ეს ჩანს იქიდან, რომ სვეტი ცხოველი მოიხსენიებოდა სიონადაც. სიონი კი საქართველოში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებს ერქვა. ამრიგად, სვეტი ცხოველი ამთლიანებს ძველსა და ახალ აღთქმას, ქრისტეს უფლის კვართის სახით, ელიას ხალენის სახით, ღვთისმშობელ სიონის სახელდებით, 12 მოციქულს, რომელთა სახელობისაცაა ტაძარი, წმინდა ნინოს მე-13 მოციქულსა და ტაძრის აღმშენებელს და პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს. სვეტი ცხოველი არის ღვთისჩენა ჩვენს მიწაზე და დასაბამი ახალი ქრისტიანული ცნობიერებისა.